საოცრად კომფორტულად გზნობ თავს. სულ გინდა რომ გამოიცვალო ადგილი და სხვადასხვა ადგილებში დაждდა განცა. რა კარგია. განცა გავიდა ზონიდან. ნახეთ როგორია. მოიხა ნოდარს ავკითხოთ მოწოს თუ არა. ჩიქინა ყველა ყავაგემრიელი იქნება დარწმუნებული. ნოდარ მოგწოს ჩვენი ახალი სტუდია. ძალიან მომწონს და ოტოლენის ათითაოდ აი რა ამოძილია. რა ხდება დღეს? დღეს პატარა ბოქსერი ყავს 6 თვის. სიგნახში გადავიღეთ, სიგნახში ვიყავით ისედაც და გადავიღეთ. სიმართლე გითხრათ, რაღაც დიდი პრობლემური ის არ იყო. ჩვეულებრივი ბოქსერი, ჩვეულებრივი რჩევები, რომელიც ჭირდებათ ხოლმე პატრონებს, უბრალოდ ისეთი კარგი კადრები გამოვიდა და კარგი ოჯახი და კარგი ძაღლი რო რაღაცა. თანაკეთილია და კარდაკმენდა პატარა. არა, პატარა. ჯუდი ქვია? ვისახლე არ მე სახელებს არ ხმარობ, ძაღლებს, ძაღლი. გაიზაღლე. რა ვიცი, ნემოს კარგად ეძახი? ნუ ნემო ჩემი ძაღლი. ამიტომ სიტყვას გართმევთ და ვიტყვი კითხვას ჩვენი ვიქტორინის. თქვენ მოგეხსენებათ რომ ჩვენს ამ რუბრიკას ყავს სპონსორი ფანტასტიკური შეიძლება ითქვას ჰიპერმარკეტი ცხოველებისთვის ზოომარტი თევზების საჭმელიც არის ნეტარი ყველაფერი აბსოლუტურად ყველანაირი ცხოველისა და ფრინველის მე მგონი რომელიც აწესებს პრიზს აი იქ არის მიყუდებული ჩვენი ტომარა და ასეთია შეკითხვა რომელია ყველაზე გავრცელებული ძაღლის ჯიში, რომელსაც იყენებენ სამძებრო ოპერატიული საქმიანობისთვის. ზოომარტმა ცოტა გაგირთულად და 5 სავარაუდო პასუხი შემოგთავაზა. ბოქსიორი, გერმანული ნაგაზი, როტვეილერი, კავკასიური ნაგაზი თუ აზიური ნაგაზი. მართალია რაოდენობა კი. კი, ახლა შიტი წერია აქ. არა, აბა შეადარე, თუ სწორი იცი. პირველივე სწორი პასუხის ავტორი მოიგებს საკვებს საკუთარი 4 ხა მეგობრისთვის, ოღონდ მოგწერეთ ამავე პოსტის კომენტარებში თუ შეიძლება და ჩასწორებული ვარიანტი რა თქმა უნდა არ მიიღება. მერე Facebook-ში გონა ჩაასწორო. კარგად. გადაშალო და? არა, edit. გადაკეთებული? ნამდვილად. მანამდე შეგვიძლია ნახოთ სიუჟეტის სიგნალიდან, ხო? გოგო იყო ძალიან სიმპათიური ნახოთ. ნახოთ, აბა. სიგნაღელი ბოქსიორი ჯუდი. ჯუდი. ფოს. ჯუდი. რატო? ეს ლამაზი ქალაქი, რომელსაც ახლა ვხედავთ, ისევ სიგნაღია, ჯერ არ დავსულვართ. ძალიან მომწონს საქაურობა, ძალიან პატარა ქალაქია, მაგრამ გული წყდება, რომ მაინც ყველაფერი ვერ დავათვალიერებ. მიუხედავად იმისა, რომ პატარა, იმდენი კარგი ხედია და იმდენი ლამაზი სანახავია, რომ ალბათ რამდენიმე დღე დაგჭირდებოდა მოგვენახა. სამწუხაროდ აქ მარტო და სასეირნოთ არა ვარ ჩამოსულები. ძაღლს უნდა მივხედოთ, ეს არის 6 თვის ჯუდი. ეს არის ბოქსიორი, ცელკი ბოქსიორი, არაფერი განსაკუთრებული, როგორც მე ვიცი, არის ცელკი და ჭირდება ცოტა მოწესრიგება. ეხლა დავიძრათ, ნახოთ, მე იქნებ კიდე ერთხელ მოვასწროთ სიგნახში გავლა და მე დავიდეთ ჩვენ სხვა საქმეებში. ჩემს შვილებს ოცნებად ჰქონდათ გადაქცეული რომ ყოლოდა ძაღლი. გოგოა, ჯუდი დავარქვით და პოსტერი აქვს გვარად, ესე გავატარეთ და ანუ 6 თვეში არის და ისეთი ცელქია და ისეთ რაღაცებს აკეთებს. შეგვჭა მავცოდათ მთელი სკამის ფეხები გამოღრხნა, მაგიდიდან ჭამს, წინდებს ჭამს. ზიანოდ არის ჩვენ უყურეთ ტელევიზორში, ანუ ქუთაისში იყო წასული და არ ვიცი ხა იმ გოგოსაც ყავდა ჩვენაირი ბოქსიორი და ზუსტად ანალოგიური პრობლემებით იყო და ჩემმა შვილმა გადაწყვიტა რომ თქვა Facebook-ში დაუკავშირდით და აგერ ეხა ოცნება აგვიხდა და ნამდვილად ჩამოვიდა და გვაქვს ეხა იმის იმედი რომ ჩვენი ძაღლს რაღაცნაირად გონზე მოიყვანს, რაღაც რჩევებს მოგცემს. როგორც მე ხვდები, თქვენ გაწუხებთ ის რომ ძაღლი არის მეტისმეტად აქტიური, მოძრავი და ყველაფერს ჭამს, გლეჯავს, გვიღრღნის, და ვიცი, ხელებში გვარდება და რაღაცებს ჭამს, ტილოებს და ბოდიში და წინდებს და რაღაცა. და თქვენ ამ დროს რას აკეთებთ? ავზე უბრალდებით, მაგრამ ფაქტურად არც გვაძლევს 100 ლიტ პირიდან რაღაცებს. გვინდა რაღაცა თან რაღაც ბრძანება, აი თვითონ ხანდახან თავის სახელიც არ ესმის. რომ ჯუდის რო ვეძახით. როგორ ასწავლეთ რამენაირად. თუ უბრალოდ ეძახით და ესე იგი თქვენ გონიათ რომ დაუძახებთ ბევრჯერ ერთხელ მიხვდება რომ ეს არა მე ხა რა მგონია რომ ძალიან ბევრი ვარ სახში 1 2 3 4 5 და ყველა თავისებური ხوارალი გაგიჟებული რომ ყველა ის ბავშვი იმას უშრება ის იმას უშრება ის იმას უშრება და თავისთავად უკვე ესეც ძაღლით ვეღარ არა ამას ეხა უნდა მარტო თამაში მეტი არაფერი თამაში მოფერება სირბილი ხტუნაობა ჩვენ თუ მივეცით ამის საშუალება ეს მეც არც არაფერს გააკეთებს ვერც ვერ ისწავლის და რავი არც დაძახებაზე მოვა არც არაფერი ამიტომ მოფერების დროს მოვეფეროთ თამაშის დროს ვეთამაშოთ მაგრამ არ დაგვავიწყდეს რომ ეს ძაღლია და ამას სჭირდება დისციპლინა
და დისციპლინისთვის და საჭიროა ბევრი კი არ არის საჭირო. დღეში 9 საათი ცოტა უფრო მკაცრად ვარჯიში. ის რომ ეძახი და არ მოდის ბუნებრივია, იმიტომ რომ არ უსწავლია რომ დაძახებაზე მოვიდეს. არც დაჯდომაზე არ ჯდება, იმიტომ რომ არ უსწავლია, არც დაწოლაზე. სახში მაგალითად არ შედის. ხო. სახლი უკიდეთ ჩვენ რა. არა, ეხლა რო უყურებ ეს საქანელა ისე ხანაობს რომ მეც შემეშინდებოდა იმ სახში ჯდომის რა. წარმოედგინეთ. ო, არა, ერთობა ამ საქანელით კი ერთობა, მაგრამ სახში არ შევამეთქი იმას, რომ სახლი უნდა იყოს 7-დან მყუდრო ადგილი და წინ თუ რაღაც ხوير წინ გიქანაებს, როგორ იქნება მყუდრო ადგილი? შიგნით უნდა დაუფინოთ რამე მაისური. თქვენი ნაჭერი, ჯერ ისედაც რაღაცა ნაჭერი ხალე შესავით და თქვენი მაისურები ეგრეთ ხოლმე. საჭმელი შეუგდეთ, სათამაშოები შეუგდეთ, თქვენ დაჯექით იმის წინ პატარა სკამი მოიტანეთ და დაჯექით წინ და ელაპარაკეთ ის იყოს შიგნით. ელაპარაკეთ ეს მშვიდად რომ ამ სახლთან დაუკავშიროს კარგი რაღაცეები, როცა მას ელაპარაკებენ ყურადღებას აქცევენ, ხო, მშვიდად არიან. ნელ-ნელა ხო, ნელ-ნელა ეხა ეგრევე დღეს რო გაუკეთოთ, დღესვე არ დარჩება შიგმა. ნელ-ნელა რომ მიაჩვიოთ რა. ეს უნდა იყოს მისთვის კარგი ადგილი, სადაც კარგად გზნობთ თავს და საქანელად ხვირწინ და თან იქ ცარიელი ფიცარი ამისთვის არ არის საინტერესო. გარდა სიარულისა, რაც აუცილებელია 1 საათი დღეში, არ ვიცი ახერხებ თუ არა. ამას გარდა კიდე უნდა სირბილი აქტიური ძალიან. გარშემო გააქვთ მინდვრები და რაღაც, ხო? კი, აი პარკი გვაქვს. ხო, გადავუგდეთ ბურთი, გადმოვუგდეთ. ხო, თუ ხან არა მაგას უნდა რეგულარული. ეს მე დაუგროვდება ამას ენერგია და უარესი შეიძლება გახდეს. თქვენ გაწუხებთ მაგიდასთან ჯდომა. ეხლა მაგიდასთან, ხო? ხო არ გვაქვს შაბლა შეძრება და მოდის და ფეხები აი ნახე რა საკეთებს ხო და ესე ძდება და იპარავს საჭმელია რამეა თქვენ რო ჭამთ ეს არ უნდა მოახლოვდეს ამ მაგიდას თავიდან ეხლა რასაც გეტყვით თავიდან იქნება ძნელი გასაკეთებელი იმიტომ რომ აი ბავშვებს უნდა უთხრათ ეს აი დაიმახსოვრე კარგად რასაც გეტყვით ხო დაჯექი დაუშვათ ხო და მოვიდა ეგა ხო აი ეგ თუ მოვიდა ეს უნდა ადგე მოდი აქ და გაიყვანო. აი, ამ მაგიდას უნდა მოაშორო 10 ჯერო დაგჭირდეს. 100 ჯერო დაგჭირდეს პირველ დღეებში, აუცილებლად უნდა ადგე. თქვენ აშვებით ხომ უყვირი ხართ? უყვირად, გაჩერდი წადი. არ უნდა, აი არც გაჩერდი იცის, არც წადი იცის, ხო? არაფერი, მით უმეტეს ყვირილი მისთვის არის სასიამოვნო ჟღერს პატრონი ყურადღებას მაქსიმს პატრონი მიიღებს, ესე იგი ყველაფერი კარგად არის, მოდი კიდე ავიღებ. აი, ეხლა უბრალოდ ხელი მიარტყ. აი ეს, მეტი აღარაფერი აღარ უნდა. როგორ მიყურებს ეხლა შეხედეთ. გამოჩნდა ადამიანი, რომელიც მას რაღაცებს უბრძანებს, რომელსაც მასზე უფრო მაღალი ენერგია აქვს, როგორც წინამძღოლის, როგორც ლიდერის, ხო? აი მანდიდან ხო თავისუფლად მოიპარავდა სხვა დროს. ეხლა მე მიყურებ და არ ხდება. არა და არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ 1-2 უთხარი რომ ჩომათილოს. თქვენც ეს დაიმახსოვრეთ, თქვენ თვითონ უნდა იგრძნოთ თავი ამის უფროსებად, ამის წინამძღოლებად. ეს არ უნდა იყოს ოჯახში უფროსი. ბევრი ვართ ეს ბავშვების უყოლა შეინჭირება შენ გინაცვალე და ანუ შეინჭირება შენ გინაცვალეში გაფუჭდა ეს და არა, მოფერებაც ყველაფერი კარგია, მოფერებაც შეიძლება. უბრალოდ ხანდახან აგნობინოთ თქვენ ხართ უფროსები და რო ეფერებით თქვენი ნებაა რო ეფერები. დაჯდეს? დაჯექი. არ უნდა ერთხელ. დაჯექი ერთხელ. არა, დაჯექი ხო თქვა, ხო დაჯდა და უნდა მიგვეცა, იმიტომ რომ დაიმსახურა. მე რო დაჯექის დაიმსახურებს, მე დაწექიც უნდა დაიმსახუროს. დაჯექი? ერთხელ დაჯდა ეგრევე, მივეცით. არა, ჯერ დაჯდეს. დაჯექი. და ეხა დააძვენ. აი ეგრე. ეს უნდა უმეორო, ხო, უნდა უმეორო ეს დღეში თილი 15 წუთი, საღამოს 15 წუთი. დაჯექი დაწექი, მოდი, დადი. აჰა. დაჯექი. ერთხელ. აი ეგრე. როგორც გითხარით, ცოტა დისციპლინაზე გვინდა მუშაობა. აი როგორც ნახეთ, ხო, ერთხელ ორჯერ უთხარი, ცოტა მკაცრად რაღაცა და მაშინვე ახლოს აღარ მოდის ჩემთან და შორიდან მიყურებ და რასაც ვუბრძანებ, აკეთებს ეგრევე. თქვენც ასე უნდა მოიქცეთ. თითქმის ყველა შეცდომა დავიჭირეთ, იმიტომ რომ ანუ ჩვენ ოჯახში ვართ ძალიან ბევრნი და ეს ძაღლი არის გათამავება, ანუ ძაღლი ვერ ხვდებოდა, ვინ იყო უფროსი და ამიტომ ძაღლი იყო ისე რომ ჩვენ არაფერს არ გვიჭერებს. ბატონო ნოტარმა ის გაგვაგებინა ეხლა რომ ანუ ჩვენ ძაღლს უნდა უთხრათ ისე მკაცრად, მკაფიოდ გამოხატული ყველაფერი, რომ ძაღლმა გაიგოს, მიხვდეს, ანუ ზედმეტად რომ ჩვენ ვართ მაგაზე ცოტა მაღლა მდგომები და ძაღლი მიხვდეს რომ თავისი გასაკეთებელი უნდა თვითონ კი გააკეთოს, მაგრამ არა ის რომ რაღაცა ჩვენ შეგვაწუხოს და რაღაცნაირად ზიანი მოგვაყენოს. მაგიდასთან რომ ამოდის და ხელში რომ
რაღაცებს გვართმევს, ჩვენ ვისწავლეთ აქედან, რომ არ უნდა მოუშვათ და უბრალოდ არანაირი სიტყვა და დაძახება, უბრალოდ ხელით ან ფეხით გავიყვანოთ იქით. რომელ მხარესაც გირჩევნია, თუ მარჯვენა მხარეს გირჩევნია, მარჯვენა მხარეს დავიჭიროთ. მე მარცხნივ დავყავს ხოლმე და ამიტომ აქ დავაყენებ. მოკლეზე დავატრიალოთ ეს. მოკლეზე, ეხლა მე გავაგრძელებ, გავივლი რამდენიმე ნაბიჯი და გაჩვენებ. და წინ არ უშევთ, უკან არ უშევთ, ხელები მაქვს მოდუნებული. გაიქაჩა, დავაბრუნე. ნახე, ჯერ ვერ მიეჩვე, ვერ ხვდება რა ხდება. თუ მკაჩავს, ხო და თქვა ესე მოკაჩო არ შველის. დავტრიალდები და წავა. ამან არ უნდა მაჩვენოს, არ უნდა მიმითითოს, რომელ მხარეს უნდა წავიდე. ჩემინება. ამიტომ წავედი, ხო? ეხა იქით მკაჩავს. ეგრევე ტრიალდები, ნახე ტემპის შეუჩერებლად ტრიალდები და მივდივარ. ხელი ნახე ისევ ისერჩება. არ ველოდები. ხელი ჩამოვშვი და არ უყურო ძახს. წინ იყურე, წინ. კარგია. კიდე მოკაჩავ უფრო მკვეთრად. აი ეგრე. ჩამოვშხელი. აი ეგრე. დავამთავრე სიღნაღი, მეორე ძაღლი იყო ბოქსიორი, ძალიან მაგარი 6 თვის, ძალიან ცელკი და მხიარული, როგორც ყველა ბოქსიორი. არაფერი პრობლემა როგორც ასეთი არ იყო, უბრალოდ იყო მოსაწესრიგებელი მისი ცხოვრების წესები. უნდა პატრონს უნდა სწოდნო და როგორ ასწავლოს წესები, საზღვრები როგორ ასწავლოს და დისციპლინა მცირე. ყველაფერი ვილაპარაკეთ, ძალიან მშვენივრად სიარულიც ვასწავლეთ. ამით ჩემდა სამწუხაროდ სიღნაღის მივლინება დამთავრდა, უნდა წავიდეთ. დავიძრათ ახლა სხვა ქალაქში. მივდივართ საერთკენ დედოფლის წყაროსკენ მე მგონი, ხო. წავედით. ესე ჩენი ჯუდი. კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, გაზრდილი და აი, შენ რომ ხარ, ამ სიტუაციაში არ უნდა იყოს, აქ ბოქსიორებს მაგისი მიდრეკილება, რომ რაღაცა ილიდერონ? ლიდერობაზე არ არის, უბრალოდ ყველა ძაღლს სჭირდება, ყველა რამდენიმე როცა არის ოჯახში, ორ ძაღლს შორის ერთი უფროსია. ავტომატურად ხდება, რომ ოჯახი იყოს რაღაც განსაკუთრებული ჯიშები ხო არის, რომელიც აი მართლა ის არის. დაბალი ენერგიის ძაღლი არის მეგობრებო და განსაკუთრებული საკვებიც არის და თურმე ყველა ჯიშს, ყველა მოკლედ საკვებს სჭირდება ამორჩევა. და ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონია ძაღლის ჯანმრთელობის, საერთოდ ცხოველის ჯანმრთელობისთვის სწორკვება. არა მარტო ადამიანისთვის. დღეს სწორედ ამას შეეხება სიუჟეტი, რომელიც ზოომარტიტმა შემოგთავაზა, ხო? აჰა, ნახოთ აბა. ნახოთ რა ხდება. ჯანმრთელობასა და მის სწორად ჩამოყალიბებაზე ზრუნვა ჯერ კიდევ ლეკვების ასაკიდან იწყება. იმისათვის, რომ თქვენს ძაღლს უჭნაწლავის ძვალსახსროვანი სისტემის პრობლემები, კანისა და ბეწვის დაავადებები ააცილოთ თავიდან, პირველ რიგში საკვები უნდა შეურჩიოთ სწორად. მინდა გაგაცნოთ საქართველოში სუპერ პრემიუმ ხარისხის ბრენდი საკვები ედვანსი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ლეკვის ასაკიდან ზრდასრულ ასაკამდე შეუთავაზოთ სხვადასხვა ტიპის საკვები. ცილის საერთო მაჩვენებელი ყველგან არის 30%. ეს არის არაჩვეულებრივი. რაც შეეხება ცხიმს, იგი რეგულირებს 19-დან 21%-მდე. ქათამი არის არაჩვეულებრივად შეთვისებადი, ნაკლებად კალორიული, რომელიც შეიცავს მისთვის დაბალანსირებულ იმ ცხიმს და იმ პროტეინს, რომელიც სჭირდება საარსებოდ ძაღლს. და აგრეთვე ბრინჯი, ნახშირწყლების უხვირაოდენობა. ვეტერინარი ექიმები რეკომენდაციას გვიწევენ სუპერ პრემიუმ კლასის პირველი ხარისხის საკვებ ედვანსზე. საქართველოში ისიც ჩვენთან შემოსულია როგორც სუპერ პრემიუმ ხარისხის საკვებად. ძაღლის შემდგომი ეტაპის განვითარებისთვის ყურადღება უნდა მივაქციოთ მის დასრულ ასაკს. ედვანსმა შემოგთავაზა ჯიშობრიობის მიხედვით და წონის მიხედვით დანაყოფები მინი ძაღლებისთვის, მედიუმი ძაღლებისთვის და მაქსის ძაღლებისთვის. აქაც ცილისა და ცხიმის შეფარდება დაბალანსირებულია. იგი, როგორც ლეკვის საკვები, შედგენილია ქათმისა და ბრინჯის ერთობლივი ნაზავით. შემდეგი ეტაპი ძაღლის ეს არის სიბერის სინიორ, ანუ ხანდაზმულობის ასაკი.
ეს ისეთი სათუთი ასაკია, რომლის დროსაც უფრო დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. Advance-მა მოგცა იმის საშუალება, რომ მის საკვებ ერთეულში დაემატებინა ტაურინი, ნივთიერება, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემას ფუნქციონირებას აწესრიგებს და არეგულირებს. არ უნდა დაგვაურიცხდეს გლუკოზამინისა და ხონდროიტის ერთობლივი ნაზავი, მუდმივად თანს დევს ამ საკვებს. Advance ლეკობის ეტაპიდან ზრდასრულ და სინიორ, ანუ ხანდაზმულობის ასაკამდე. არსებობს შემთხვევები, როდესაც ძაღლები ნაკლები მოძრაობისა თუ არასწორად შერჩეული საკვები რაციონის გამო წონის პრობლემის წინაშე დგებიან, რაც ხშირ შემთხვევაში კიდევ უფრო მძიმე დაავადების წინაპირობადაც შეიძლება იქცეს. ჩვენ შევთავაზებთ ისეთ საკვებს, რომელიც არის სპეციალურად დიეტური კვებისთვის განკუთვნილი. იქაც შედის შემადგენლობაში ქათამი და ბრინჯი, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, L-კაროტინის შემცველობის გამო ხდება წონამატის რეგულირება, ცხიმის სწრაფად გარდაირქმნება ენერგიის წყაროდ, არ გროვდება ცხიმის რაოდენობა ორგანიზმში. თუ თქვენს ოთხფეხა მეგობარს ვეტერინარმა ლეიშმანიოზი, ოსტეოართროზი, ან კანისა და ბეწვის რომელიმე დაავადების დიაგნოზი დაუსვა, მაშინ მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად სწორი, სპეციალურად ამ დაავადების წინააღმდეგ მიმართული საკვებით ხელშეწყობაც აუცილებელია. ცხოველის სასიცოცხლო ფუნქციის მანძილზე ხვდებით ძალიან ბევრ დაავადებებს, რომელიც როგორც მედიკამენტოზური დახმარების მოითხოვენ, ასევე საჭიროებს იმ პრობლემებისათვის განკუთვნილ კვებას. Advance გვთავაზობს ერთ-ერთი ძირითადი დაავადება, ეს არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი, ლეიშმანიოზის სამკურნალო თერაპიას გამოიმუშავა ფორმულა, ასევე ოსტეოართროზის საწინააღმდეგო თერაპიას, ბეწვისა და კანის პრობლემებზე და ალერგიული სინდრომის აღმოსაფხვრელად. ავსტრიული კომპანია Advance უკვე 45 წელზე მეტია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პრემიუმ ხარისხის საკვებს აწარმოებს. შედეგი კი მსოფლიოს წამყვანი ლაბორატორიების კვლევებითაა დამოწმებული. ძაღლის ასაკის, წონისა თუ ჯიშის მიხედვით შერჩეული საკვები თქვენი ოთხფეხა მეგობრის ჯანმრთელობის წინაპირობაა. ეს მსოფლიოს ყველა ვეტერინარის უნივერსალური რჩევა, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ. მოკლედ ასე დამყარად. იმედი გვაქვს, რომ რაღაცნაირად დაგეხმარეთ თქვენი ძაღლის შესასრულებელი საკვების არჩევაში და ჩვენ ერთ-ერთ მაყურებელს საერთოდ დავეხმარეთ, რომ მოეგო საკუთარი ძაღლისთვის საკვები. ჩვენი კითხვა იყო, რომელია ყველაზე გავრცელებული ჯიში, რომელსაც იყენებენ სამძებრო ოპერატიული საქმიანობისთვის, იყო 5 სავარაუდო პასუხი და რა თქმა უნდა სწორი პასუხია გერმანული ნაგაზი და გიორგი კერესელიძემ გაგვცა პირველმა სწორი პასუხი. და საჩუქარზე არის გამოსახული სხვათა შორის. გერმანული ნაგაზი. ჩემი აზრით ყველაზე ჭკვიანი და კეთილშობილი ძაღლი. და კიდევ ერთხელ ეს საჩუქარი მოწმობს იმას, რომ ყველა ჯიშისთვის არის საკუთარი საკვები. რა თქმა უნდა, ზოომარკეტში, რომელსაც უნდა მიაკითხონ სწორედ ამ მაღაზიაში. ისე შესაძლოა მე რაღაც ადრე მესმოდა, რომ ყველა ჯიში რაღაც სულ გადაჭრაბებული მეგონა რა, მაგრამ მე რაღაც შედეგები ვნახე, არასწორი კვების და მართლა აუცილებელია რომ მოტენთილობა, ცუთხასია, კი, ბეწვის ცვენა, რაღაცა ვიტამინებია რა შესაბამისი და მართლა უგუნ. ძალიან გამიკვირდა. კარგი, ნოდარ. მადლობა ძიანოდარ, მადლობა ზოომარტს. ნოდარი ცოტა ხანში უცხოეთში გავავატყობ. მთელ საქართველოს თითქმის მოიარა უკვე. მე კიდე მაქვს დრო, მიუხედავად იმისა, რომ კოინკასაში ხშირად დავდივარ და ვათვალიერე. თვითონ მოვიდა შენთან ახლა. ჩემთან მოვიდა და უკვე რაღაცა ავარჩიე, რაც უნდა შევიძინო ნინოს წყალობით, უმშვენიერეს და ულამაზესი რამ. კიდე რაღაცეებს აქ ამოვარჩევ და მე აუცილებლად წავა რუსთაველის 42-ში, რომ სადაც მე ისედაც ხშირად დავდივარ. საღებოს რო დააფერე, დაატოვებინე, ბარე მოტანილი აქვს, ვაია რა მოგვიდა. არა. მუსიკალური ნომერი ჩვენს ახალ სტუდიაში ჯგუფი რეგიონი. გაგველოდეთ, ნოდა, დიდი მადლობა.